ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უпроსტად ეკას ესიგაშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთი დღით მოერგო 112-ის ოპერატორის როლი და საკუთარი გამოცდილებით ენახა რა ხდება იმ ზარის მიღმა, იქ სადაც ყოველი წამი არის გადამწყვეტი. ვნახოთ ეს სიუჟეტი. საინტერესოა. ერთ-ერთი გისმენთ. სამართლის გასაჭიროება დახმარება. განგვარი სახელი დაელოდეთ ადგილზე შესაბამის რეაგირებას. დღეში ათასობით ზარი, დახმარების თხოვნა. ზარის მეორე მხარეს კი ადამიანი, რომელიც პირველია, ვინც გისმენს და მოქმედებას იწყებს. დღეს ჩვენ მოვიგებთ 112-ის ოპერატორის საპასუხისმგებლო პროფესიას და ვნახავთ რა ხდება იქ, სადაც ყოველი წამი გადამწყვეტია. მადლობას გიხდის მობრძანებისათვის. მე ვარ 112-ის ზარის მიმღები ოპერატორი ნათია და დღეს მე გიმასპინძლებთ 112-ში. ნათია, როგორც ვიცი, ეს არის 112-ის სამუშაო სივრცე, ხო? კი ბატონო, ეს არის 112-ის სამუშაო სივრცე. აქ შემოდის ზარები, თუ კი ვინმე სჭირდება გადაუდებელი დახმარება. ახლა მიგიყვანს ჩემს სამუშაო მაგიდასთან და გაჩვენებს თუ როგორ ხდება სამუშაო პროცესი. ეხლა ვიმზადებით, რომ მივიღოთ ზარი. სხვათა ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვქნობ, მიუხედავად იმის, რომ მე არ დავსვავ აქ კითხვებს, უბრალოდ მოусმენ, მაგრამ მაინც ვყელავ. გქონდა ეს რაღაც ბრელვარების შეკრება? რა თქმა უნდა, კი ბატონო. დღესაც გაქვს ყოველი ზარის დროს გაქვს თუ ეს დროთა განმავლობაში ქრება? რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვისწავლე ამ ყველაფრის მართვა. 112 გისმენთ, რა მისამართზე გესაჭიროებათ დახმარება? რა ნომერში იმყოფებით? ხესაგებია თქვენი გვარის სახელი ბრძანეთ? მომიყევი ზუსტად რა მოხდა ქალბატონო მაგდა? გასაგებია შეტყობინება გადაცემულია შესაბამის სამსახურთან, გთხოვთ დამატებით კითხვებზე რომ მიპასუხოთ. ცუდადან დაშავებული ხომ არ არის ვინმე? მხოლოდ ერთი პიროვნებაა ცუდად? ყველა საჭირო სამსახური გზაშია, გთხოვთ არ შეხვიდეთ ხანძრის კერაში, დაელოდეთ ადგილზე შესაბამის რეაგირებას. ძალიან ემოციური იყო, გულწრფელად ვიტყვი, რომ აი მთელ სხეულში ჟღუანტელი მივლი და არ ვაჭარბებ მეგობრებო, მართლა საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ არ არის მარტივი, როცა გირეკავენ და გეუბნებიან, რომ ხანძარია და თან ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ ადამიანი იმყოფება ადგილას. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემი თქვენ. ხშირად ისმის ხოლმე მოქალაქეებისგან ასე ვთქვათ პრეტენზიები, რომ ბევრ კითხვას სვავს 112-ის ოპერატორი და ამაზე რაღაც ბრაზდებიან ხოლმე, ხო? მოდი ვუთხრათ, რატომ არის საჭირო, რომ ის ბევრი და სწორი კითხვები მოისმინონ და მე ადეკვატური პასუხი გაგცენ. როდესაც დავაზუსტებთ თუ მოქალაქეს რა მისამართზე ესაჭიროება დახმარება, შესაბამისი სამსახური უკვე გზაშია და გადაცემულია ჩვენგან ეს ინფორმაცია. ხოლო დანარჩენი კითხვები, რაც შემდგომ მოდის, ეს ინფორმაცია პარალელურ რეჟიმში გადაეგზავნება საჭირო სამსახურებს. ნათია, ყოველთვის, როდესაც რეკავს ადამიანი 112-ში, ყურმილის უკან არის უფრო მეტად ჩფოთვა, პანიკა, შიში და როგორ ახერხებთ ის, რომ არ გადმოგედოთ მეორე ადამიანის ემოციები? ამ პროფესიის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილი არის ის, რომ ხშირად მოქალაქეები გვიკავშირდებიან პანიკით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამათ ემოციებს ავყავდეთ, რადგან ჩვენი ემოციები მოქალაქეებისთვისაც არის გადამდები. ხშირად, როდესაც ზარი იწყება პანიკით, ჩვენი პროფესიონალიზმით და სიმშვიდით, შემდგომ საუბარი უფრო შვიდად გრძელდება და მოქალაქეს ვეხმარებით, რომ იყოს დამშვიდებული და დაელოდოს ჩვენს დახმარებას. ჩემი ერთ-ერთი პირველი ზარი იყო ძალიან ემოციური ჩემთვის. მობილური აპლიკაციის მეშვეობით შემოვიდა ჩვენთან შეტყობინება, სადაც გოგონა ითხოვდა დახმარებას, ეს ეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევას. როდესაც გოგონას ვესაუბრებოდი, ვერანაირი ინფორმაცია ვერ მომაწოდა, არ იცოდა სად იყო, გვერდზე მყოფს ეკითხებოდა თუ ცოცხალი იყო, თუ სუნთქავდა, რაც შემთხვევით ძალიან ძიმე და ემოციური იყო. ამ ლოკაციის მეშვეობით ჩვენ ზუსტად დავადგინეთ მისი ადგილმსამყოფელი და რამოდენიმე წუთში აღმოუჩინეს მათ შესაბამისი დახმარება და საბედნიეროდ ეს ყველაფერი დასრულდა ძალიან კარგად. აი, რა იგრძენით ის ემოციები თუ გახსოვს და ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდი იმაში, რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო.
რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო ის, რომ თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე არის სიამაყის შეგრძნება. მე თუ გადავწყვეტ რომ დავრეკო 112-ში და აქ ვინც ზის, ყველა ოპერატორი თუ დაკავებულია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ხდება? რა თქმა უნდა, ყოველთვის არიან საკმარისი ოპერატორები, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ 112-ში არამიზნობრივად ზარი არასდროს არ განვახორციელოთ, რადგან აი ადამიანი, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, თუნდაც აი ამ ხანძრის შემთხვევაში, მათ შესაბამის დახმარებას ვეღარ აღმოუჩენთ ამ შემთხვევაში. აი მეგობრებო, ასეთი იყო ჩვენი დღე 112-ში. მე კი გეტყვით, რომ ერთი დღის გატარებამ 112-ის ოპერატორად ნამდვილად გვაჩვენა, რომ ეს სამსახური მუდმივ კონცენტრაციას, ემოციურ გამძლეობას და რაც მთავარია, უდიდეს პასუხისგებლობას მოითხოვს. თქვენ კი ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ყურმილის უკან არის ადამიანი, რომელიც მზად არის ნებისმიერი სახის დახმარება აღმოგიჩინოთ.